თქვენ უყურებთ ბიზნეს კურიერს. დღეს 22 თებერვალია. მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ. მოგესალმებით. და არ გვია თუ არა კანონი მთავრობამ, როდესაც ავტოტექს შემოწმების უფლება გერმანულ ტულს უკონკურსოდ გადასცა. სხვა კომპანიები კი უკვე ჩადებული ინვესტიციებით მშრალზე დატოვა. მათ შორის ტექნოტესტ ჯორჯია ისრაელიდან, რომელმაც ტექშემოწმების ცენტრების მოსაწყობად $1 მილიონი მთავრობის მითითებით მიწაში დააბანდა და დღეს მას მთავრობიდან აღარავინ ელაპარაკება. აჭარაში მანდარინის ბაღებს ჩეხავენ. ფერმერებს სხვა გზა არ რჩებათ, წვრილი და ძვირი ქართული ციტრუსი არ ეყიდებათ და გაჩეხილ ბაღებში ახლა ზეთისხილ, სუფრის ხურძენსა და ხეხილს რგავენ. მთავრობის განმარტება, რომ გერმანული ტუვი მსოფლიოში კონკურენციის გარეშეა და ამიტომაც უკონკურსოდ შეირჩა ავტოტექ შემოწმებისთვის, საკმარისი არ აღმოჩნდა არც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და არც კომპანიებისთვის, რომლებიც კანონის შესაბამისად კონკურსს ელოდნენ და პოზიციების გასამყარებლად მნიშვნელოვანი ინვესტიციებიც გაიღეს. ბოლოს კი მშრალზე აღმოჩნდნენ. ასეთი კი სულ 19 ქართული კომპანია, რომელთაც თვითონ საშუალოდ $100,000 ტექდათვალიერების ცენტრების მოსაწყობად დახარჯა და დღეს დაპირებაც კი არ აქვთ, რომ გერმანული ტუვი ადგილობრივ პარტნიორებას სწორედ მათ აირჩევს. არის კიდევ ებრაული ტექნოტესტ ჯორჯიაც, რომელმაც ასევე მთავრობასთან კონსულტაციით ბოლო 3 წლის განმავლობაში $1 მილიონი მიწის ნაკვეთების შესაძენად დახარჯა, რომ იქ სერვის ცენტრები მოეწყო. დღეს კი მთავრობიდან მას აღარავინ ეკონტაქტება. სამუშაო დღეს ჩვეულებრივ ტექდათვალიერების პუნქტების მონახულებით იწყებენ. შაბათ ბრახა შვილთან ერთად 40 წელზე მეტია ისრაელში ავტოტექდათვალიერების ბიზნესს უძღვება. ქვეყნის მასშტაბით მისი კომპანიის ტექნოტესტის ბრენდის ქვეშ 17 ობიექტი მუშაობს. ამ ბიზნესის გადმოტანა საქართველოშიც აპირებდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებამ სერვისი კომპანია ტუს ექსკლუზიურად გადაეცეს, ბიზნესმენს თავსატეხი გაუჩინა. ჩვენი ბიზნეს გეგმა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს ისრაელში ვიზიტისას გადავეცით. საქმიანი საუბარი გქონდა ეკონომიკის მინისტრთანაც. იყო დადებითი რეაგირება და ჩვენც გავაქტიურდით. თუმცა გადაწყვეტილება მიიღეს იმ კომპანიის სასარგებლოდ, რომელსაც მხოლოდ ზედამხედველობის გამოცდილება აქვს და ტექნიკური პასპორტების გაცემის. მას ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების გამოცდილება არ გააჩნია. თვითონ ეკონომიკის სამინისტროს საიტზე დევს ეს ფურცელი. იქ ასახულია რომელიმე ფირმა ევროპიდან ეწოდება ტუვ რაღაც აქვს 140 წლის გამოცდილება. აი ეს არის ყველაზე საინტერესო. 140 წლის წინათ. გარდა იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა ავტომანქანა და რომელიც ავტომანქანა წარმოიშვა და მოევლინა სამხაროს მხოლოდ 1906 წელს. მანამდე არავინ არ იცოდა რა იყო მანქანა. და 140 წელი ჯერ არ გასულა მას შემდეგ. მოშე საპირი ტექნოტესტის იურისტია. მოლაპარაკებების პროცესში პირადად იყო ჩართული. ამბობს, რომ მათმა კომპანიამ დეტალურად გაწერილი სარეკომენდაციო გეგმა მთავრობის ყველა შესაბამის სტრუქტურას წერილობით ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე წარუდგინა. თუმცა მათი წინადადება რეაგირების გარეშე დარჩა. არ გამართლდა არც ტენდერის მოლოდინი. თუ ჩატარდებოდა ტენდერი, თუ ჩატარდება ტენდერი, ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ მონაწილეობას ისე როგორც სხვა და რატომ არ გვეშინია ტენდერის ან რატო გვაქვს სურვილი პირველ რიგში დავიცვათ თანაბრობა თანაბარი უფლებები დავიცვათ როგორც სხვასთან იქნებ ჩვენი პირობები სხვაზე უკეთესია. ტექდათვალიერების სტანდარტი კი აქ საკმაოდ მკაცრია. ტექნოტესტის მიერ გაცემულ დასკვნას ისრაელის სახელმწიფო აღიარებს და ენდობა. ავტოტრანსპორტი აქ ყოველწლიურად დეტალურ შემოწმებას გადის. და იმისთვის, რომ მართვის უფლება არ შეეზღუდოს, ძღოლს ავტომანქანას სრულ წესრიგში უნდა ჰქონდეს. შეღავათით ვერავინ ისარგებლებს. ავტომანქანის შემოწმება 40 წუთის განმავლობაში გრძელდება. მოწმდება სამუხრუჭე სისტემა, საბურავები, მართვის მექანიზმი, გამონაბოლქვი. ებრაული კანონმდებლობით მძღოლი ვალდებულია პირველადი დახმარების და სახანძრო აღჭურვილობაც იქონიოს. ტექნიკური დათვალიერება ეს უპირველეს ყოვლისა მძღოლის, მგზავრისა და ფეხით მოსიარულის უსაფრთხოებაა. ამიტომაც ამ ხრივ რაიმე კომპრომისზე საუბარი არ შეიძლება იყოს. თუმცა გვესმის, რომ საქართველოს შემთხვევაში მოთხოვნების ადაპტაცია უნდა მოხდეს. ტექნოტესტმა საქართველოს რამდენიმე რეგიონში 6 ტექდათვალიერების პუნქტისათვის მიწის ნაკვეთები უკვე შეიძინა, რაშიც $1,000,000 დააბანდა. ამ ადგილებში ისეთივე დიზაინის და აღჭურვილობის სადგურები აშენდება, როგორც კომპანიას ისრაელში აქვს. ტექნოტესტ საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ შეუცვლია, თუმცა ებრაელი ბიზნესმენები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთმა არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ შესაძლოა საქართველოში ფულის დაბანდების სურვილი სხვებსაც დაუკარგოს. 5 მილიონი კაცი ქვეყანაში ყავს, 20 მილიონი შემოგდის. მათ შორის ინვესტორები და ყველას გვერდზე ტოვებ. ყველას ტოვებ გვერდზე.
საერთოდ არ აქცევ მათ ყურადღებას და გარბი ხარ სადღაც ეძებ ვიღაცას მოდიო. ეს რაღაც გაუგებარი რამ არის აქ. ტუვის სათავო ოფისიდან ესეთი შეტყობინება მოგწერეს სამწუხაროდ არ შეგვიძლია თქვენს კითხვებს უპასუხოთ მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან ჯერ არ დასრულებულა და დეტალები ჯერჯერობით კონფიდენციალურია. ეს იყო ტუვის პასუხი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად ჩვენ საქართველოშიც ვერ მოვნახეთ სამთავრობო უწყება ან პირი, რომელმაც ტუვის შერჩევის გადაწყვეტილება მიიღო. ყველა აცხადებს, რომ მას უბრალოდ ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაევალა. მათ შორის უწყებათა შორისი კომისიაც, რომელსაც წესით ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. მოკლედ, ვინ შეარჩია უკონკურსოდ გერმანული ტუვი, გამოცანად რჩება. და ალბათ ამიტომაც აკაკი მთავრობა უხერხულობას გრძნობს და ახლა აცხადებს, რომ მზად არის სხვა კომპანიების შემოთავაზებებიც განიხილოს. თუმცა ეს სხვები როგორც ნახეთ ამბობენ, რომ მათ უბრალოდ არავინ ელაპარაკება, ამასთან ფავორიტი უკვე დასახელებულია და ახლა კონკურსის ხელახლა გამოცხადება შესაძლოა კომპანიების ნაწილისთვის საერთოდ არადამაჯერებლადაც კი ჟღერდეს. იქნა შემოთავაზებული სახელმწიფოსთვის ყველაზე მისაღები პირობები, მათ შორის ის, რომ ადგილობრივი ბიზნესის დაჩაგვრა არ მოხდებოდა და მათთან ერთად თანამშრომლობის ფორმატში გააგრძელებდა ტუვის საქმიანობას. შესაბამისად, მთავრობის მიერ თავის გადაწყვეტილებაში იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ტუვთან გაგრძელდეს მოლაპარაკება და მათთან გასაფორმებელი შეთანხმება იქნეს წარმოდგენილი მთავრობაზე, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სხვა საერთაშორისო ოპერატორები თუ კიდევ უკეთეს პირობებს მოგთავაზებენ, რომ მათანაც მოხდეს იგივე რეჟიმში, ანუ საუკეთესო შედეგის მიღების მიზნით, იგივე რეჟიმში მოლაპარაკებების წარმოება. ამ თემაზე საუბარში ახლა ვასილ ურუშაძე შემოგვიერთდება, კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის წარმომადგენელი. მოგესალმებით, ვასილ. და თქვენ მედიასთან ერთად და თანადროულად თუ არა უფრო ადრე დაიწყეთ ამ საკითხის კვლევა. მოახერხეთ თუ არა ჩვენზე მეტი ინფორმაციის მოკრეფა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ან რატომ მოხდა ესეთი გადაწყვეტილების მიღება ერთი და შემდეგ გამოცხადება აი იმ ფორმით, რომელმაც უამრავი კითხვა დატოვა. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ჩვენ მოგახსენებთ, რომ კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა მონიტორინგს უწევდით ამ პროცესს დაწყების დღიდანვე. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებაში ინტერესი ამ საკითხთან ძალიან დიდია. ჩვენ დღეს ჩვენი მოვალეობა არასამთავრობო ორგანიზაციების დავიცვათ საქართველოში 900,000 ავტომობილის მფლობელები და მათი ინტერესები. შესაბამისად, ჩვენ როცა შეიქმნა ბატონი ბიზინა ივანიშვილის ბრძანებით უწყებათა შორისი საბჭო, უწევდით მონიტორინგს, რამოდენიმეჯერ წერილობით მივმართეთ, თუმცა შედეგი იყო სამწუხარო, იმიტომ ისინი წლის განმავლობაში 2013 წლის ბოლომდე შეიკრიბნენ მხოლოდ ერთხელ 2 მაისს, რასაც წერილობით გვიდასტურებენ და ვერანაირი გადაწყვეტილება, ვერანაირი გეგმა თუ სტრატეგია მათ ვერ შეიმუშავეს და სწორედ ეგ ეკისრებოდათ მათ. შემდეგ 28 იანვარს ჩვენ ტელევიზიის მეშვეობით ვიხილეთ, რომ თურმე ვიღაცამ გადაწყვიტა, ანუ არ ვიცით ვინ, საქართველოს შემოდიოდა ერთ-ერთი გერმანული კომპანია ტუვრეილანდი, რომელიც უზრუნველყოფდა ტექნიკური მომსახურების სერვისს საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ გაგვიჩნდა შეკითხვები, თუ უწყებათა შორისი საბჭო წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა და არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, ვინ გადაწყვიტა ამ კომპანიის შემოსვლა ბაზარზე და ამ კითხვაზე რა პასუხი თქვა? სამწუხაროდ ამ კითხვაზე ჩვენ პასუხი ვერ მივიღეთ, რამაც მოგცა იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ ამის უკან შესაძლოა ბიზნეს მონოპოლიური და კორუფციული ინტერესები იმალებოდეს. და უბრალოდ დღეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ხდებოდეს манипуლირება. მეორე საკითხია, თქო, კანონის თანახმად უნდა ჩატარებულიყო თუ არა კონკურსი. მიხოთ იმისა, თქვა, ტენდერი თუ რასაც დაარქმე, მაგრამ ნუ შეჯიბრებითობა, თქვა, მონაწილედ მსურველ კომპანიებს შორის. თავისთავად მე იურისტი არ ვარ, მაგრამ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ გადავხედავთ კანონს საჯარო შესყიდვების შესახებ და მათ მიზნებს, სახელმწიფო ვალდებულია გამოაცხადოს ტენდერი რამოდენიმე მიზეზის გამო ან კონკურსი, ეს არის გამჭირვალეობა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს წოდობა ინფორმაციაზე თუ რა გამჭირვალეთ მიდის პროცესი. მეორე არის ბიზნეს კონკურენტუნარიანი გარემო, რომ სხვა კომპანიებსაც მიეცათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა და მესამე სახელმწიფოს მხრიდან რაციონალური თანხების ხარჯვა. ამ შემთხვევაში სამივე ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ პირველი პრინციპი, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო არ არის შემწყიდველი, თქვა, ამ სერვისების. ანუ ეს ამ შემთხვევაში სახელმწიფო თანხას არ უხდის კონკრეტულად გერმანულ კომპანიას, მაგრამ აქ შემთხვევა გვაქვს იმასთან, რომ ჩვენ
მოქალაქეები, ვისაც ყავს ავტომობილი და ყავს უნდა გავიაროთ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება, მათ გვიწევს რომ ეს თანხა გადაუხადოთ კონკრეტულად ამ გერმანულ კომპანიას შესაბამისად, მე ვფიქრობ ეს კანონი თავისთავად უნდა მოქმედდეს ამ შემთხვევაში კომპანია ყიდულობს, ასე რომ ვთქვათ, მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სახელმწიფოსგან, რომ ჩვენ ნების მიუხედავად მასთან გავიაროთ და მივიღოთ ეს სერვისი. მოდით მოვუსმინოთ რა ამბობს ამ თემაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე იყო და არის ამ საბჭოს თავმჯდომარე და ის ამბობს, რომ არანაირი კონკურსის ჩატარება არ იყო საჭირო. მოვუსმინოთ. ვალდებულების სახე ტენდერის ჩატარებას ნამდვილად არ ქონია წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაარღვევდა ამ კანონს ესეთი რომ არსებობდეს, ანუ ამ შემთხვევაში ნამდვილად არც კანონმდებლობით არ ხდება დავალდებულება და შესაბამისად კიდევ ერთხელ ხაზს უსმევ, რომ როდესაც არსებობს რამოდენიმე მსხვილი კომპანია, მით უმეტეს როდესაც დღეს ქვეყანაში არაფერი არ გვაქვს, ირჩევს საუკეთესოს და ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე საუკეთესო არის შერჩეული, ვინც ამ პროცესს ფიქრობთ, რომ წარმატებით გაუძღვება და დაასრულებს. Vasile, ai თქვენ ბრძანეთ რომ აი პირველ რიგში იცავთ მომხმარებლების უფლებას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და არა თქვათ ინვესტორების. რაც შეეხება მომხმარებელს, გამოცხადდა რომ თქვათ მომსახურების საფასური იქნება იგივე, რაც ახლა დღეს არის 46 ლარი. ნუ შესაბამისად, ვინ მიიღებს ამ ფულს მომხმარებლისთვის შეიძლება არც იყოს გადამწყვეტი, თუ კი სერვისის ხარისხი მოიქნა დამაკმაყოფილებელი. ასეა თუ არა? ნუ მე მოკლედ შევაფასებ იმ არგუმენტებს მთავრობის მხრიდან თუ რატომ უნდა აღდგეს ტექნიკური დათვალიერება, ეს არის ერთ-ერთი არგუმენტი ევროკავშირთან დაახლოება გვაიძულებს ჩვენ ამას, ეს არის ტყუილი და მინდა ეს საზოგადოება მიცოდეს, იმიტომ რომ თქვენ ვერსად ვერ ნახავთ ვერც ერთ პუნქტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების, სადაც საქართველოს 2015 წლისთვის ვალდებულება დაეკისრება ტექნიკური დათვალიერების აღდგენა და დღეს მთავრობა უბრალოდ უტიფრად ახდენს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით მანიპულირებას. მეორე საკითხი არის გარემოს დაცვა და ეკოლოგიური უსაფრთხოება, ესეც სინამდვილეს არ შეესაბამება, გამომდინარე იქიდან, რომ კი ნამდვილად ავტომობილები 80% არის გამაჭუჭყიანებელი გარემოსი, მაგრამ ავტომობილიდან გამოტყორცნილი ტოქსიკურ აირებში მომწავლელი შხამების შემცველობა დამოკიდებულია საწვავის ხარისხზე მეტწილად და არა ავტომობილის ტექნიკურ გაუმართავობაზე. შესაბამისად, ჯერ საწვავის ხარისხზე შემოვიღოთ კონტროლი და მერე დავიწყოთ ტექნიკურ დათვალიერებაზე ზრუნვა. კი, გეთანხმებით, პირადად მე ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე მანქანა გამიფუჭდა, იმიტომ რომ საწვავი უხარისხო იყო. მაგრამ აი ფას რაც შეეხება, აი ეს თანხა, რომელიც გამოცხადდა, რამდენად რეალისტური ან სადმე წერი ამის შესახებ, ან იქნებ ვიღაცას უფრო დაბალი ფასი შემოეთავაზებინა. აი ეს თუ მოხდა შესწავლა თქვენი საბუთებით რაც თავისთავად ჯერ ბაზარზე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა, არანაირი აღრიცხვა არ მოხდა და ჩვენ წინასწარ ვიძახით ფასს, რომ ეს იქნება 48, ცოტა აბსურდულად მიგვაჩნია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტექნიკური დათვალიერება ყველაზე დიდ ტვირთად დააწובה სწორედ იმ მეორად ავტომობილებს, რომელთა რაოდენობა საქართველოში 54%-ს აღემატება და ვისთვისაც ერთადერთი შემოსავლის წყარო სწორედ ეს ავტომობილი არის. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ იმ 48 ლარში მომსახურებაში, აქ არის სხვა აგრეგატები, რომელიც მოუწევს, რომ ავტომობილებს შეიძინონ და თავისთავად ეს ხარჯები ბევრად გაიზრდება. ვიდრე უბრალოდ შემოწმების და ტექნიკური დათვალიერების ხარჯი. ანუ აქ არის კატალიზატორი და სხვა ბევრი წვრილმანი აგრეგატი, რომელიც არც თუ ისე დაბალი ფასის ღირებულების არის, ვიდრე ტექნიკური დათვალიერების სერვისი. და ბოლოს კითხავთ, რომ გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რაც დღეს გვაქვს და თქვენმა ძალისხმევამ არანაირი შედეგი არ მოიტანა, რას გეგმოთ? აპირებთ თუ არა რაღაც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ საკითხის, ვთქვათ, ლობირებას, რომ გადაიხედოს ესეთი გადაწყვეტილება, რა გაქვთ გეგმაში? ანუ კი ჩვენ თავისთავად ამ პროცესს არ მოვეშვებით, ბოლომდე გავუწევთ მონიტორინგს, ვინაიდან დავიცვათ ავტომობილების უფლებები და ასევე საქართველოში ბიზნესმენების უფლებები, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს. შესაბამისად, ჩვენ რამოდენიმე წერილით კიდე მივმართეთ სახელმწიფო უწყებებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მივმართოთ, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს კონკურსი და გააუქმოს დღევანდელი არსებული ხელშეკრულება ტუვთან, თუმცა ჩვენ სამწუხაროდ არც ვიცით ხელშეკრულება არის დადებული, რა ფორმით არის, თუ რასთან გვაქვს საქმე საერთოდ. კი, სხვა შემთხვევაში შეიძლება ამბობს, რომ თქვათ არ არის მოლაპარაკებების პროცესი დასრულებული და შესაბამისად შესაძლოა გაცილებით გამარტივდეს თქვენი ამოცანა. ამას კომპანია, მაგრამ გამოცხადდა, რომ გადაწყვეტილება ასე ვთქვათ მიღებული, ასე ალბათ ასეა, ხო? ხო, ანუ ჩვენ ტელევიზიის მეშვეობით თელმა საქართველოს ნახა, რომ გადაწყვეტილია, რომ საქართველოს შემოდის ტურელან ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკური დათვალიერების სერვისს საქართველოში, ეს ყველამ ნახა და ანუ
თუ ესე იგი ეს უბრალოდ რაღაც ხუმრობა იყო, მაშინ და განმარტოს. ნუ პრინციპში ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც ეს ხელისუფლება, თქვათ ასე, პირველ მოსulis დეც კი ხელისუფლებაში მუდმივად აკრიტიკებდა, რომ არ შეიძლება ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება, უნდა იყოს გამჭვირვალობა, კონკურსი და ასე შემდეგ და შესაბამისად ალბათ მოველით, რომ რაღაც გარკვეული რეაგირება მოყვება მთავრობის მხრიდან. იმედი გვაქვს. დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ გალფის 30 გასამართი სადგური დაყადაღებულია, მათი ყოფილი მფლობელი სენტა ჩივის, რომ ქონება მას იძულებით დაათმობინეს და ახლა უკან მოითხოვს, შიშობს, რომ გალფის ყიდვას რუსული ნავთობკომპანია აპირებს, რაც ქონების დაბრუნებას გაურთულებს. მთავრობა უკვე გაყიდულ კლინიკებში ინვესტორთა საქმიანობას სწავლობს, ალდაკს კი ჯერ დასტურს არ აძლევს იაშვილის შვანიას და ბავშვთა კიდევ 3 კლინიკის ყიდვაზე. შიშობს ბაზარზე მონოპოლისტი არ გაჩნდეს. დაგველოდეთ.